რუსეთში ახლა ემზადებიან იმისთვის, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე იმონ 9 მაისს წითელ მოედანზე დღეს იყო რეპეტიცია, სადაც გაიყვანეს ძირითადად სკოლის მოსწავლეები, საუბარია 1500-მდე სკოლის მოსწავლეზე, რომელთაც ჩააცვეს სამხედრო ფორმა და მოკლედ ის გზა გაატარეს, რომელსაც სავარაუდოდ უკვე 9 მაისს რუსი ჯარისკაცები გაივლიან. მთავარი კითხვა, ვინ ჩადის 9 მაისს მოსკოვში, ამ დრომდე შეიძლება ითქვას, რომ არის პასუხგაუცემელი და დაუზუსტებელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დღეს კრემლმა გამოაქვეყნა ოფიციალური სია იმ სტუმრებისა, რომელსაც ელოდებიან მოსკოვში, ეს სია შეიძლება შეიცვალოს და მათგან კონკრეტული ლიდერები საერთოდ ვერ ვიხილოთ მოსკოვში. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ სიაში არის მაგალითად ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ახლად დანიშნული ეგრეთ წოდებული ლიდერი. ამ სიაში არიან სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის ლიდერები, აქ არის მადუროც, რომელსაც ელოდებიან მოსკოვში და ამავე სიაში არის ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები, თუმცა ბუნებრივია, რომ ნაკლებად წავიკითხავთ ევროპული სახელმწიფოებიდან ლიდერების სახელებს და გვარს. რა თქმა უნდა, პუტინი ელოდება ალექსანდრ ლუკაშენკოსაც მოსკოვში. მთავარი კითხვა, რის შესახებაც აქტიურად არის ახლა საუბარი დაწყებული, ეს არის პუტინის მიერ შეთავაზებული სამდღიანი სიჩუმე ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. ანუ პუტინი მზად არის, რომ 9 მაისისთვის 2 დღით ადრე შეწყვიტოს ცეცხლი ფრონტზე. ეს არის მისი შეთავაზება, რომელსაც უკვე მოყვა პირველი პასუხი კიევშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს არ მოხდება, რადგან მისთვის პრიორიტეტული ახლა არის ფრონტზე 30 დღიანი სიჩუმის გამოცხადება, ისევე როგორც ეს არის ამერიკის მიერ შექმნილი ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების დროს განხილულ სივრცეში. შესაბამისად, ჩნდებოდა ლოგიკური კითხვები, როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ამის შემდეგ მოვლენები, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოყვა პირველი შეფასებაც რუსეთში და მაგალითად დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დიმიტრი მედვედევი ფაქტობრივად იმუქრება და ეუბნება ზელენსკის, რომ არავინ იცის იქნება თუ არა 10 მაისს კიევი. და ეს განცხადება უკვე მოყვა შემდეგ განცხადებას, სადაც ზელენსკი ამბობს და მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს და იმ სტუმრებს, ვისაც ელოდებიან მოსკოვში, რომ კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მიიღებენ ოფიციალურად მოსკოვში ჩასვლის გადაწყვეტილებას, რადგან ის ვერ აძლევს ვერავის გარანტიას, რა შეიძლება მოხდეს იმ დღეს მოსკოვში, რადგან ზელენსკი ყველაზე კარგად იცნობს პუტინს და არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციები მოაწყოს მოსკოვმა და შემდეგ ეს ყველაფერი ტრადიციულად გადაბრალდეს უკრაინას. ახლა იმის შესახებ, ვინ შეიძლება ჩავიდეს და არ ჩავიდეს მოსკოვში. ამ სიაში ჩვენ ვკითხულობთ მათ შორის რობერტ ფიცოს სახელს და გვარს. ეს არის ადამიანი, რომელიც ცნობილია როგორც პუტინისტი ლიდერი, პუტინის მხარდამჭერი ლიდერი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. მან ზელენსკის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადების შემდეგ რამდენიმე საათის წინ გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკი მკაცრად გააკრიტიკა და ამის შემდეგ ოფიციალურად თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 9 მაისს იყოს მოსკოვის წითელ მოედანზე. არადა ჯერ კიდევ გუშინ სლოვაკეთში ამბობდნენ, რომ რობერტ ფიცო იყო ავად და მას მკურნალობა კლინიკაში სჭირდებოდა, რის გამოც გამორიცხავდნენ ისინი ვერსიას, რომ გაემგზავრებოდა ის მოსკოვში. Ukrainského prezidenta Zelenského, ktorý ეს უპრეცედენტოა, ფიქრობ სასაცილოა. მე არ ვიღებ ასეთ მუქარას. ეს დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ვინმე ეუბნება ქვეყანას, რომელსაც ფაშიზმზე გამარჯვებაში უდიდესი წილი მიუძღვის და ყველაზე მეტი მსხვერპლი ხავს. იზეიმეთ, შეიძლება დრონი ჩამოგიგდოთ. ეს თანამედროვე პოლიტიკას არ უნდა ეხებოდეს. ზელენსკი ცდება თუ თვლის, რომ მისი განცხადება უცხოური დელეგაციების მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველი გახდება. მე ვაპირებ მოსკოვში წასვლას. მე ვაპირებ პატივი მივაგო იმერს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჰიტლერის დამარცხებაში. რომელმაც ყველაზე მეტად იტანჯა. რჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა პუტინის სტუმრები მაქსიმალურად ერიდებიან იმას, რომ ჩავიდნენ მოსკოვში, რადგან ზელენსკის განცხადებამაც კარგად ცხადყო და მისმა ეჭვებმაც, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლა პუტინის სტუმრები ფიქრობენ, რომ შესაძლოა თავად ვლადიმერ პუტინმაც კი მოაწყოს პროვოკაცია და შემდეგ ეს ყველაფერი უკვე გადააბრალოს უკრაინას. ვლადიმერ პუტინი მოსკოვში 9 მაისს ელოდება ალექსანდრ ვუჩიჩისაც, სერბეთის ლიდერს, რომელიც ჯერ კიდევ
კიდევ გუშინ ვიცოდით რომ იყო ავად ის საავადმყოფოში მკურნალობდა დღევანდელ დღემდე მის მდგომარეობას ჯერ კიდევ გუშინ საღამოს მედიკოსები აცხადებდნენ როგორც საყურადღებოს და ისინი ამბობდნენ რომ ვერ შეძლებდა ის საკუთარი მოვალეობის შესრულებას და შესაბამისად ამბობდნენ და ვარაუდობდნენ რომ ის ვერ შეძლებდა მოსკოვში გამგზავრებას 9 მაისსაც. თუმცა ასევე დღეს მას შემდეგ რაც ძალიან ბევრი ეჭვი დაგროვდა იმის შესახებ თუ რატომ გადაწყვიტეს სლოვაკეთის და სერბეთის ლიდერებმა ერთდროულად ავად გამხდარიყვნენ და შემდეგ უკვე ეს ავადმყოფობა სავარაუდოდ გამოეყენებინათ იმისთვის რომ ისინი არ ჩასულიყვნენ მოსკოვში. დღეს უკვე სერბეთში გაკეთდა განცხადება. სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ თქვა რომ ალექსანდრ ვუჩიჩი უკვე გამოწერეს კლინიკიდან. მართალია მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა როგორც ის ამბობს, ის არის ალექსანდრ ვუჩიჩი არის სიტყვისკაცი და ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ 9 მაისს იყოს პუტინის გვერდით მოსკოვში. როდესაც გამოჯამრთელდება ის გამოვა საზოგადოების წინაშე. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ვიცნობრა მას, ის სიტყვის ადამიანია. მან პირობა დადო, რომ იქნება ის და ვარაუდობ, ის თავის დაპირებას შეასრულებს. მაგრამ ამის შესახებ ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია. ვუჩიჩი თავს უკეთესად გრძნობს და შესაძლოა საზოგადოების წინაშე 2-3 დღეში დასწრეს. თუმცა ამავე დროს სერბეთის პრეზიდენტს დასვენება და რეაბილიტაცია ესაჭიროება და უახლოესი დღეების ყველა ღონისძიება გადადებულია. ექიმები აღნიშნავენ, რომ ვუჩიჩს სულის არეში ტკივილი და არტერიული წნევის მომატება აღნიშნებოდა. საჭიროა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში მოვალეობების სრულად შესრულება შეძლოს. სერბეთის პრეზიდენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში სამჯერ აღმოაჩნდა მსგავსი პრობლემა, რაც უკიდურესად მაღალ არტერიულ წნევასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული პრობლემების გამო ვუჩიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის ნაადრევად დასრულებაც მოუწია. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ამერიკაში ყოფნისას პრეზიდენტს გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი განუვითარდა, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა. მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამი, რაც არ შეესაბამება ოთახში მყოფი სხვა ადამიანების ჩვენებას, რომლებიც ამბობენ, რომ ტკივილი ცოტა მეტხანს გაგრძელდა. საჭირო გამოკვლევებისა და ტესტების ჩატარების შემდეგ ექიმებმა დაასვენეს, რომ ვუჩიჩის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ჯერ კიდევ დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, ეს არის ფოტოკოლაჟი, სადაც ის წერს, რომ უკრაინაში ახლაც არის ცეცხლი არ შეწყვეტილა და არ შეწყვეტილა არც ერთი დღით, როდესაც პუტინი ამტკიცებდა, რომ თითქოს ის იყო მზად მშვიდობისთვის და ამ ყველაფერს, რომ თითქოს ის არის ახლა მზად, რომ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შეწყვიტოს ცეცხლი, ვოლოდიმირ ზელენსკი უწოდებს უმაღლესი ხარისხის ცინიზმს. მისი პოზიცია ცნობილია, ის ითხოვს დასავლეთისგან მაქსიმალურად მეტ სანქციას იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს შეწყვიტოს ომი უკრაინაში და ის დაბომბვები, რომელიც ფაქტობრივად არის უწყვეტი და გამონაკლისი არწუხამდელი საღამო ყოფილა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო არმიამ იერიში მიიტანა კიევის მისამართით და დაიბომბა დრონებით კიდევ ერთი საცხოვრებელი ზონა და არიან დაშავებულებიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ის არ ენდობა პუტინს და შესაბამისად დასავლეთსაც უფრო მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან პუტინი არის მისთვის ლიდერი, რომელსაც მშვიდობა არ სურს. ზადვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტისკენ. თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის, სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის, მინიმუმ 30 დღით, ეს სამართლიანი ვადაა, როდესაც შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები. ამ მომენტის მდგომარეობით რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა რუსეთის სურვილისა, შემდგომშიც გააგრძელოს ომი. ყოველღამე თითქმის 100 შაჰედი. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი. ვინ ჩავა და ვინ არა 9 მაისს მოსკოვში, ჩვენ ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, თუმცა ფაქტია, რომ კრემლი უკვე სტუმრების სიას ოფიციალურად აქვეყნებს და ისიც ფაქტია, რომ რამდენიმე საათის წინ მოსკოვმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ 9 მაისს მოსკოვში იქნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სინ ძინპინი. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, როგორც გვეკითხარით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა პუტინის სტუმრები განსაკუთრებით არიან შეშინებულები და ისინი მაქსიმალურად
ერიდებიან მოსკოვში ჩასვლას და ამ მხრივ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამონაკლისი არც ალექსანდრ ლუკაშენკოა, ეს არის ბელარუსის ლიდერი, დიქტატორი ლიდერი, რომელიც პუტინის ყველაზე მჭიდრო პარტნიორად მოიაზრება. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა განცხადება, სადაც ლუკაშენკომ შეუთვალა პუტინს შემდეგი რამ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 9 მაისი იყოს მოსკოვში, მაგრამ შესაძლოა მას ოდნავ შეაგვიანდეს. რა იგულისხმება ამ განცხადებაში, ჯერჯერობით არ ვიცით. პირველების პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა, მადლობა გუგა. სადგურის მოედანზე დამწვარ ბაზართან